ნიკამელიას წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება იწყება. ამჯერად ივანიშვილის პროკურატურა პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოს სისხლის სამართლის კოდექსის 366 მუხლით ედავება, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. გამოძიება 30 მაისს სასამართლო პროცესზე მომხდარ ინციდენტს ეხება, როცა ნიკამელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა. ეს მას შემდეგ, რაც სასამართლო ნიკამელიას გატაცების საკითხით საერთოდ არ დაინტერესდა. ოცნების პოლიტიკური პატიმარი ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ მოინახულეს. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ უფლებადამცველი ციხეში პოლიტიკოს დღეს პირველად შეხვდა და მისი მთავარი გზავნილებიც გამოიტანა. რას ყვება ჟურნალისტებთან ნიკამელიას ადვოკატი, ახლა ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. საუბარს დავიწყებ უახლესი ინფორმაციით და პროკურატურის მიერ ნიკამელიას წინააღმდეგ დაწყებული კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმით მოსამართლის თვისწყლის შესხმის გამო სასამართლოს უპატივცემულობას ედავება პროკურატურა ამჯერად ოპოზიციონერ ლიდერს. გამოძიების დაწყება ამ საქმეზე კი ნიშნავს იმას, რომ უახლეს დღეებში დიდი ალბათობით უკვე ოფიციალურადაც რუსთავის ციხეში მყოფ ნიკამელიას ამ საქმეზე ბრალს წაუყენებენ. ეს იქნება უკვე ჯამში ორი სისხლის სამართლის საქმე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერისთვის ნიკამელიასთვის წაყენებული, რაც შეეხება იმ ადმინისტრაციულ საქმეს, რომელიც მისი სხდომის წინა ღამით დაიწყო და რომელსაც კრიმინალურ აქტს და გატაცებას უწოდებს თავად ბრალდებული ნიკამელია და ასევე მისი ინტერესების დამცველები. საუბარი არის ლიზის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ნიკამელია სასამართლო სხდომის წინა ღამით მოულოდნელად დააკავეს და აღმოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული არის ადმინისტრაციული საქმე პოლიციის შეურაცხყოფისთვის. რა ხდება ახლა ამ საქმეზე, რას აპირებს პოლიცია, ეს უცნობია. ამის გარკვევას უშედეგოდ ცდილობენ ჯერჯერობით მისი ადვოკატები, რომლებმაც დღეს მოინახულეს რუსთავის ციხეში ნიკამელია. ისინი მოითხოვენ ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროვებას ან გადაცემას ადვოკატებისთვის. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ციხესთან გააკეთა მისმა ადვოკატმა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ კი არაფერი აქვს დასამალი და თუ კი მართლაც დააშავა ნიკამელიამ და პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა, მაშინ უამრავი კამერა იღებდა თუნდაც ავტომობილზე, ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერები ამ ფაქტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესშიც უნდა შედიოდეს ამ მასალების გადაცემა ადვოკატებისთვის ან გასაჯაროვება. ჯერჯერობით არ იციან მათ თუ რა მოხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, მიმართავს თუ არა პოლიცია სასამართლოს. ეს ვითარება, რაც შეიქმნა ამ საქმის ირგვლივ, აფიქრებინებს ადვოკატებს და უმყარებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო დაკავება, რომელიც სპეციალურად ხელოვნურად შეიქმნა ნიკამელიას დაპატიმრების საბაბით მისი სხდომის წინა დღეს. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ მაშინ როდესაც 30 მაისს ნიკამელიას სხდომა უნდა გამართულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიის საქმეს და სადაც მის აღკვეთხონისძიებასთან დაკავშირებით უნდა ემსჯელა სასამართლოს, ზუსტად წინა ღამით ნიკამელია ლიზის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს პოლიციელებმა. ჩემი აზრით ამ ადმინისტრაციულ საქმეს არ ექნება გაგრძელება. იმიტომ არ ექნება გაგრძელება, რომ რადგან რეჟიმი შეეშინდა და ნიკამელია წინსწრებით დაიჭირა, ალბათ ოქმი არ შედგება და არ შევა სასამართლოში. თუ სასამართლოში არ შევა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სამართალწარმოებას არ გაიმართება ამ საქმეზე. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ნიკამელია 2025 წლის 2 თებერვალს დააკავეს მოელის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ ადმინისტრაციულ საქმეს გაგრძელება არ ქონია. აქედან გამომდინარე, მე უბრალოდ ლოგიკურად გამომაქვს დასვნა, რომ არც ამ ადმინისტრაციულ საქმეს ექნება გაგრძელება. მოვითხოვთ გასაჯაროვდეს ვიდეო მასალა. თუ კი ისინი სიმართლეს ამბობენ, თუ კი ნიკა გაგიჟდა და პოლიციის თანამშრომლებს დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება, თუ კი მისი მხრიდან იყო პროვოცირებული აღნიშნული, ასე ვთქვათ, დაკავება, გაასაჯაროვონ ვიდეო რეგისტრატორის, ასე ვთქვათ, ჩანაწერები. ნიკამელია იმყოფება რუსთავის ციხეში, მას შემდეგ რაც ის დატოვეს ადვოკატებმა, რომლებიც პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხეში მას პირველად შეხვდნენ, აცხადებენ, რომ ბრალდებული თავს გრძნობს მხნედ და ასევე აპირებს იმ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას მის თანაპარტიელებთან ერთად. ამავე ციხეში ზის წულუკიანის კომისიის საქმეზე ზურაბ ჯაფარიძეც მე საზოგადოებას შევახსენებ და უახლეს დღეებში ამავე კოალიციის წევრები ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით მესამე ლიდერიც აღმოჩნდება რუსთავის ციხეში. საუბარია ნიკა გვარამიაზე, რომელიც ასევე ბრალდებული არის წულუკიანის კომისიის ბოიკოტირების საქმეზე.